ჰიპოკრატეს ფიცი. ფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეება თუ რაცხრა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინ შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი. გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუ კი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევადარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძედ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას. ჩემი ძალღონისა და მიხედულობის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმციკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება, რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინა განზრახვა, უმართებულობა და ავისურვილი. მით უმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ან დავიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი. და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსახელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიციან და ცრუ აღთქმა დავდო, პირ უკუ მომეგოს მე. დილამშვიდობისა მეგობრებო, სიამოვნებით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, გეტყვით რომ პირველ სამედიცინო რადიოს უსმენთ და დილის გადაცემას ვიტამინს და ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა მასპინძლობთ ადამიანს, მე როგორც ადრე გითხარით, ჩვენი საპატიო სტუმარია დღეს 26 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გივი ჟვანია სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბასახის ქირურგი ბატონი ზურაბ ვადაჭკორია. ბატონო ზურაბ, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და გაგვთ საშუალება მიიღოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და პირველი შეკითხვა, რაც მე ვფიქრობ ჩვენ მსმენელებს ძალიან დააინტერესებთ და ალბათ ბევრი აბიტურიენტიც გვისმენს ახლა მათი მშობელი და ასე შემდეგ. 1 მარტს სულ რაღაც 2 დღეში 13 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის სწორედ დაგეგმილია ეს ღია კარის დღე და ტრადიციულ ქართულ ასე თქვა საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად აი საინტერესოა რა სიახლეებით ხდება უნივერსიტეტი მომავალ, ну რა თქმა უნდა 2014-2015 სასწავლო წელს და კერძოდ რაც გვთავაზობთ მე უბრალოდ ჩამონათვალს გავაკეთებთ ფაკულტეტებს და შემდეგ უკვე თქვენ ვითხარით ასე ვთქვათ სრული მე ვფიქრობ ამომწურავ პასუხს გავგცემთ. მედიცინის ფაკულტეტი, ფარმაციის ფაკულტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და ბოლოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შესახებ. ეს დავამატებდი უბრალოდ რომ ახლა მართლაც აი ამ კითხვამ და ამ თქვენმა სტუმრობამ პრაქტიკულად ახლა ჩემ დროს თქვენ რექტორი არიყავით, მაგრამ ნამდვილად დამაბრუნა ასე ვთქვათ ჩემს აბიტურიენტობაში და წარმომიდგენია მათი მღელვარება ახლა პირველი პირისგან როგორ ელოდებიან რაღაც დამაიმედებელ და საინტერესო ინფორმაციას, ასე რომ აბიტურიენტების საყურადღებოდ მე ვფიქრობ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მადლობთ მოწვევისათვის, მივესალმები რადიო მსმენელს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოგეხსენებათ ყველაზე ტრადიციული, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც და სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებელს 1 მარტს მომავალ შაბათს 1 საათზე გვაქვს ღია კარის დღე ჩვენი მომავალი სტუდენტებისათვის, აბიტურიენტებისათვის, სადაც მათ მივცემთ ყველანაირ განმარტებას ყველა კითხვაზე. ვაჟა-ფშაველას 33-ში სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება ღია კარის დღე. იქ იქნებიან ყველა ფაკულტეტის დეკანები, საერთო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჩვენი პროფესორები და რაც
ვფიქრობ აბიტურიენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებით, სადაც მათ შეიძლება აგრეთვე დაუსვან კითხვები მათ ტესტირების თაობაზე საგნებში, რაც ბუნებრივია ცენტრის კომპეტენციაში შედის. რაც შეეხება ფაკულტეტებს, თქვენ ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ზუსტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პროგრამა გვაქვს 9, იმიტომ რომ ზოგიერთ ფაკულტეტზე რამდენიმე პროგრამა ხორციელდება. ეს არის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, ტრადიციული პროგრამა, ჩვენი მედიცინის ფაკულტეტზე აქვე არის მეორე პროგრამა, რომელიც შარშან დაიწყეთ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა. შემდგომ დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამა, ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, ეს ორმაგი დიპლომით არის ქართულ-ფრანგული. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა, საექნო საქმის ანუ ექთნის საბაკალავრო პროგრამა და საექნო საქმის ბებია-ქალი საბაკალავრო პროგრამა. ყველა საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია, მედიცინის ფაკულტეტზე როგორც ტრადიციულ პროგრამაზე, ასევე ამერიკულ პროგრამაზე სწავლება ეს ხანგრძლივობა 6 წელია და გათანაბრებულია საქართველოს კანონმდებლობით მაგისტრატურასთან, ასევეა გათანაბრებული მაგისტრატურასთან სწავლება სტომატოლოგიის პროგრამაზე, რომელიც ასევე ერთსაფეხურიანია და 5 წელია იქ სწავლების ხანგრძლივობა. ხა მე არ შეგაწყენთ ადგილების რაოდენობის ჩამოთვლით, ამას ეს აბიტურიენტებისთვის ცნობილია. საყურადღებოა ის, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი ძირითადად ახლა ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს, ჩვენ წელს ავწიეთ ბარიერი მისაღებ გამოცდებზე 45%-მდე, 45% პლუს 1, ასე გვაქვს მედიცინის ფაკულტეტზე, ტრადიციულ პროგრამაზე და ასე გვაქვს სტომატოლოგიის ტრადიციულ პროგრამაზე, რაც შეეხება დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას, იქ ინგლისურ ენაზე მაღალი მოთხოვნა გვაქვს 75% პლუს 1, იმიტომ რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სხვა პროგრამებზეც მცირედად დავწიეთ ბარიერი, იქ არის 30% პლუს 1. ეს არ შეეხება საექნო პროგრამებს, სადაც ბარიერი შენარჩუნებული იქნა. შარშანდელი ბარიერი გვაქვს დატოვებული. მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო დეტალურად უნდა მოვყვეთ იმის თაობაზე, რასაც ეწოდება დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა. 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ემორის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში ამოქმედა ეს პროგრამა და უფრო დეტალურად თუ შეიძლება რას ნიშნავს და რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა აღნიშნული პროგრამა. სიამოვნებით, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შემუშავებისათვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორამ და ამერიკის ატლანტის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ. ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პირველი პარტნიორია საბჭოთა კავშირის დასლის შემდგომ 90-იან წლებში დაიწყო ეს პარტნიორობა. ამ პარტნიორობას ძალიან გარკვეული წვლილი, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ემორის უნივერსიტეტის პროფესორს კენეთ უოლკერს, რომელიც ამ ხნის მანძილზე არჩეულ იქნა საქართველოს საპატიო მოქალაქე, თბილისის საპატიო მოქალაქედაც, ის საქართველოს დიდი მეგობარია და სწორედ ბოლო წლებში ეს კურიკულუმი, რომელიც თავიდან ბოლომდე შემუშავებულია ემორის უნივერსიტეტში, ის საბოლოო დახვეწაში, აი ფორმის მიცემაში, რომელიც უნდა გამოგარიყო და გამოყენებულიყო საქართველოში, ჩამოყალიბდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩვენი პროფესორების არაერთი ვიზიტი იყო ატლანტაში და სწორედ 2013 წელს ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ პირველი მიღება გვეწარმოებინა. აქ სპეციალური ფასია, უფრო მაღალი რა თქმა უნდა, ვიდრე ეს არის თქვათ სხვა პროგრამებზე, საქართველოს მოქალაქეებისათვის ფასი არის 8000 ლარი წელიწადში, უცხოელებისათვის $12,000 და ანალოგიური პროგრამა შეერთებულ შტატებში წელიწადში $52,000 ღირს. მე მესმის, რომ 8000 ლარიც საკმაოდ მაღალია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, მაგრამ ჩვენს აბიტურიენტებს და უკვე სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლობენ, უკვე სწავლების მეორე სემესტრი იწყება, პირველ კურსზე არიან. გარკვეულ სპეციალურ გრაფიკს უდგენთ ხოლმე ამ
თქვა სწავლების თანხის დასაფარად. წახალისება თუ არსებობს წარმატებული სტუდენტებისთვის წახალისება რამე წამახალისება? წამახალისებელი პროგრამა პრაქტიკულად რეალურად რომ თქვა ეს არ არის რამე მოგებაზე ორიენტირებული პროგრამა. ასეთი პროგრამა დღეს საქართველოს სჭირდება, ქართულ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მათ ხელს უწყობთ. პროგრამა ორიენტირებულია თუ საინტერესო იქნება მსმენელებისათვის ის სრულიად სხვაგვარია, ის სრულიად ინტეგრირებული პროგრამა სწავლების პირველი წელი სტუდენტებს ეძლევათ პაციენტთან ურთიერთობის საშუალება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაციური უნარჩვევების ჩამოყალიბებისას. გარდა სამედიცინო მეცნიერებებისა, იქ შეისწავლიან ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც, ასეა პროგრამა შედგენილი. ანთროპოლოგიას, ცივილიზაციის ისტორიას, ხელოვნების ისტორიასაც, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოფლიო ლიტერატურასაც თქვენ წარმოიდგინეთ, მედიცინის ისტორიას ეს სწავლების პირველ წელს ხდება და კიდევ შეისწავლიან მეტად საინტერესო სასწავლო კურსს, რომელსაც ქვია ასე გახდე ექიმი. პროგრამაში ჩართულ საშუალება იქნება სწავლის კვლევის და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში, სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ, ამასთან სამეცნიერო კვლევაში აქტიურად ჩართულ სტუდენტს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხთან ერთად შესაძლებლობა იქნება ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში დამატებით მოიპოვოს მაგისტრის ხარისხი სამედიცინო მეცნიერებაში, ხოლო განსაკუთრებული წარმატების შემთხვევაში დოქტორის ხარისხი. ყველაზე მეტად საყურადღებო ის არის ამ პროგრამაში, რომ აქ სავალდებულოა ამერიკის შეერთებული შტატებში საექიმო საქმიანობის მოპოვებისათვის ლიცენზიის გამოსთების ჩაბარება, არა სურვილით, არამედ ეს პროგრამა სავალდებულოდ მოიცავს ამას, რაც თავისთავად, ეხლა მე გეტყვით იმას, რომ ადრეც და ეხლაც აბარემენ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამ გამოცდას, მარტო 2013 წელს ჩვენი მონაცემებით ჩვენმა 110 სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა მიმართა ამ გამოცდების ჩაბარებისათვის შესაბამის ორგანოს 110 წელიწადში ეს ცოტა არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც მოიპოვებს ამ ლიცენზიას, ის პრაქტიკულად 93 ქვეყანაში ხდება. შედეგები თუ თქვენთვის ცნობილია ამასაკიდან? არა, შედეგები, რა თქმა უნდა, აქ ოფიციალური მონაცემი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 60-65% აბარებს ეს დიდი პროცენტია ეს ტრადიციული პროგრამის შემდგომ და აი აქ, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გათვლილი ამ გამოცდების ჩაბარებისათვის თქვათ, გულახდილად, როცა ტრადიციულ პროგრამას ამთავრებენ რა, ისინი სპეციალურად ემზადებიან ამ გამოცდებისათვის, რომ ჩააბარონ და აქ ეს პროგრამა მიმართულია იმისათვის და იქ სავალდებულოა, რომ ეს საფეხური ესტები ჩაბარდეს თვითონ სწავლების პროცესში. ბატონ ზურაბ, ამერიკული პროგრამის შესახებ გავიგეთ. ახლა ფრანგულსაც გადავხედოთ. 2012 წლიდან ჩვენთვის ნაცნობია უკვე და ვიცით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოქმედებს აი ახალი, ეს არის სწორედ აი ეს ქართულ-ფრანგული პროგრამა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი ქვია. აი ფრანგულ პროგრამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? ეს პროგრამა ჩვენ დავიწყეთ 2012 წელს, მაგრამ მიღება პირველი 2013 წელს ქონდა, 12 წელს როცა გავიარეთ აკრედიტაცია, არსებული ქართული პროგრამიდან ისურვე სტუდენტებმა იქ გადასვლა. მოდით ყველაფერი ღირებულებით იწყება და ახაც ფასი ვთქვათ, რომ გასაგები იყოს ჩვენი მომავალი აბიტურიენტებისათვის. აქ ფასი ჩვეულებრივზე ცოტათი მაღალი 4000 ლარია წელიწადში. და ის სრულდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პარიზის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია უნიმენსა და გრენობლის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა ორმაგი დიპლომი, როგორც ქართული, ისე ფრანგული, რაც ჩვენს კურსდამთავრებულს კიდევ უფრო ფართოდ უხსნის გზას დასაქმებისაკენ ევროკავშირის ქვეყნებში და არა მარტო იქ. თავისთავად, რა თქმა უნდა, ახლა ეს სპეციალობა არარეგულირებადია, მედიცინის ფაკულტეტი, მედიცინის პროგრამები და სტომატოლოგიის პროგრამები რეგულირებადია, ანუ სწავლის დამთავრების შემდგომ იქ სპეციალური გამოცდით და ტესტირებით მთავრდება სახელმწიფო დონეზე ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ყოველ შემთხვევაში აი 4 წელიწადში საბაკალავრო დონეზე შეიძლება მიღებული იქნას ესეთი დიპლომი, რომელიც საკმაოდ განათლება უპირველეს ყოვლისა და რომლის დამადასტურებელი ორმაგი დიპლომი კიდევ უფრო თავისუფლად გაუხსნეს ჩვენს კურსდამთავრებულებს გზას ევროკავშირის ქვეყნებისაკენ.
მე მინდა ერთი მომენტი ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება საქართველოს ფარგლებს გარეთ პროცენტი საკმაოდ მაღალია, ახლა ის კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის დამადასტურებელი მაინც არის, ნამდვილად რომ განათლება არ არის რა თქმა უნდა რეგიონული მნიშვნელობის, ის გლობალურია დღევანდელ სამყაროში და მე გეტყვით მეცაც რომ აი მაგალითად ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ჩვენ ვაკვირდებით უკვე და გვაქვს მონაცემები რომ ბოლო 3 წლის გამოშვებები საზღვარგარეთ გამოშვებული სტუდენტების თითქმის 80% მიდის საზღვარგარეთ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. რატომ მიდიან საზღვარგარეთ? იმიტომ ანაზღაურება უფრო მაღალი მოთხოვნა არის ამ კადრზე. მე ვფიქრობ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ დაბრუნდება საქართველოს და ჩვენ სხვათა შორის ბატონო ზურაბ არაერთი სტუმარი ყავდა, ესეთი წარმატებული სტუდენტი, ასე ვთქვა და შემდეგ უკვე ექიმი და სხვათა შორის მახსოვს აი ზუსტად ამერიკიდან იყო, როდესაც ამბობდა რომ მე სწორედ იმიტომ მივიღე ეს განათლება უცხოეთში, რომ ჩამოსულიყავი და ჩემი ქართველი ხალხის გვერდით დამდგარიყავი და ეს გამოცდილება გადამეცაო. ჩვენ რამდენიმე წუთით შევისვენოთ ბატონ ზურაბ, რეკლამას დავუთმოთ ახლა ჩვენი პირველი სამედიცინო რადიო და შემდეგ რა თქმა უნდა განვაგრძოთ საუბარს. მაშასე დაბრუნდით სტუდიაში სარეკლამო ჭრის შემდგომ და განვაგრძობთ დილის სტუმრის ბლოგს და მე ვფიქრობ რომ დღეს სამედიცინო საზოგადოებისთვის და მით უფრო აბიტურიენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და ამაღელვებელი თქვენ ყველა ინფორმაციას იგებთ ასე ვთქვათ პირველი პირიდან. ბატონო ზურაბ, იმდენი რამეა შეცვლილი დღევანდელ რეალობაში სამედიცინოსთვის. მე ვიტყოდი რომ თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, კიდევ ამ სფეროს ავირჩევდი ისევ და ისევ, მაგრამ დავფიქრდებოდი, შეიძლება გავყოლოდი მედიცინას, უბრალოდ ექიმობა შესაძლებელია სულაც ამერჩია სრულიად ახალი დარგი საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, რომელიც ვიტყოდი რომ არანაკლები ხიბლია და არანაკლებ საინტერესოა ალბათ დღეს. თუმცა თავისთავად ცხადია განათლებასთან ერთად რაღაცა გარკვეულწილად მიღებულ დიპლომს უნდა გქონდეს რაღაცა თავისი წონა, ხო მართალია? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებები საინტერესოა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და ამ მხრივ საინტერესოა დიპლომის აღიარება და სწავლის გაგრძელების პერსპექტივა, როგორია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს პრობლემა ადრე ნამდვილად იდგა. ის კი არა, ვისაც აი საბჭოთა სივრცეში ქონდა მიზნად გაგრძელებინა მოღვაწეობა რომელიმე სხვა ქვეყანაში, მოსკოვის პირველ სამედიცინო უნივერსიტეტს ირჩევდა ხოლმე იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის დიპლომობსო. დღეს დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ არის და როგორ არის, ამაზე თავისთავად ცხადი უკვე თქვენ გვიპასუხეთ. დიდი მადლობა. ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს მეთოდურად წლების განმავლობაში ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ყველაზე აქტიური წევრი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის და იქ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მედინის, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ორგანიზაცია დაარსებულია ევროკავშირის 39 უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და მხოლოდ 2 უნივერსიტეტი იქ არა ევროკავშირის, ერთი ქვეყნების ერთი თურქული უნივერსიტეტია და ერთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რაც თავისთავად უკვე ძალიან დიდ აღიარებაზე მეტყოლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თვითონ მონაწილეობს უშუალოდ იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც სამედიცინო განათლების სტანდარტების და ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას ახორციელებს ევროკავშირისათვის. თავისთავად ჩვენ გვეამაყება ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ტემპოსის პროექტში, ეს ევროკავშირის პროექტია, დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში და მისი ძირითადი მონაწილეა. ეს თავისთავად და კიდევ გვაქვს რამდენიმე ტემპოსის რამდენიმე პროექტი, ეს ევროკავშირის პროექტებია მოგეხსენებათ, რაც თავისთავად განაპირობებს სამედიცინო უნივერსიტეტის აღიარებას. ჩვენი დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, შეიძლება რომელიმე ჩვენთვის უცნობ ქვეყანაში არ იყოს აღიარებული და თუ გვეყოლება იმ ქვეყნიდან სტუდენტი ჩვენ შევეცდებით რომ ამ აღიარებას მივახციოთ, აღიარებული ევროპის ყველა ქვეყანაში, ერთებულ შტატებში, იაპონიაში, ისრაელში, კანადაში, ყველგან აბსოლუტურად დიდ ბრიტანეთში. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავხაზო, რომ მედიცინა რეგულირებადი დარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დიპლომით
თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ სკრინინგ ტესტზე, რომელსაც ჩაატარებს ის ქვეყანა, სადაც თქვენ მუშაობის უფლება გქონებათ, რომ მოიპოვოთ. ზოგან ხდება ავტომატური აღიარებაც. ჩვენი ქვეყანა საქართველოს არ აღიარებს ყველა დიპლომს, ბევრი ქვეყნის დიპლომს, ბევრი ქვეყნის დიპლომის მქონე სპეციალისტს აბარებინებს გამოცდა საქართველოს საექიმო. რომელი ქვეყნისას არ აღიარებს? საინტერესოა. ჩვენ ძირითადი აღიარება გვაქვს ევროკავშირის ქვეყნების, შეერთებული შტატების, ისრაელის, თურქეთის, კანადის, იაპონიის დანარჩენ ქვეყნებზე გვაქვს ასეთი რეგულაცია, რომ თუ აქვს გარკვეული სტაჟი, აი ამ შემთხვევაში ხდება აღიარება, თუ არა ის მექანიზმები არის მექანიზმები გადის ლიცენზირებაზე, ისევ როგორც გადიან საქართველოს მოქალაქე. ეს ერთი და რაც შეეხება თუ რა ორგანიზაციებს მისწევრია თუნდაც სახელმწიფო სამედიცინოს გარდა იმისა, რაც ჩამოგითვალეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაცია და ის ორი ორგანიზაცია, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია, ევროპის სამედიცინო განათლება ევროპაში მედინი ეს ქვია. ევროპის ჩვენი სტუდენტები არიან გაერთიანებული ევროპის მედიკო სტუდენტთა ასოციაციაში და ჭიდროდ თანამშრომლობ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციაში, სამედიცინო განათლების სოფლიო ფედერაციაში და ასე შემდეგ. დიპლომის აღიარებაზე მეტყველებს აი თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს აი მარტო ეს წინადადებად საკმარისი იქნება 37 უცხო ქვეყნის მოქალაქე. შენი არის სწავლობდნენ ჩვენი დიპლომი. სამედიცინო ინსტიტუტი რო გაივლი უკვე აბსოლუტურად ინტერნაციონალური გახდა უნივერსიტეტი. სხვადასხვა ფერის წარმომადგენლებს ვერს ნახავ. ბატონო ზურაბ, რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ ევროპა, ამერიკა და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აპირებს ჩააბაროს, ან შესაძლებელია სწავლოს, მათთვისაც საინტერესოა და ჩვენთვისაც, აი სტუდენტების გაცვლითი პროგრამები თუ არის, სტაჟირება ხდება ალბათ უცხო ქვეყნებში და აი რა სახით და რა ტიპით არის ეს ყველაფერი? გეტყვით დაახლოებით ციფრს. 300 სტუდენტი ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიდის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაწყებული 1 თვიდან დამთავრებული 1 წლის ვადით. ეს ციფრი მკვეთრად გაიზრდება. 300 ცოტა არ არის, მაგრამ მკვეთრად გაიზრდება იმ პროექტების დაგამო, რომელიც შეთ ჩაერთო ახლა და წამოიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. და რომელი ქვეყნებია ესენი? წამყვანი ქვეყნები. კი, ევროკავშირის ქვეყნებია, შეერთებული შტატებია, თურქეთი, კანადა, ისრაელი. რა თქმა უნდა, უკრაინა. სომხეთიც საფრთხის სკოლები გვაქვს იქ. მე რისი თქვა მინდა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩვენ შევქმნით ესეთი პროგრამა შექმნა და გავერთიანდით ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. მედეა ქვია პროგრამას, რომელიც და პირველად მივახციეთ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus Mundus-ის ფარგლებში გამიმარჯვეთ გამართულ პრესტიჟულ კონკურსში და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ. ეს პირველად მოხდა, როდესაც აი ჩვენს მიერ წარდგენილი პროგრამა სამედიცინო განათლებაში უპრეცედენტოა. აი ესეც უპრეცედენტოა, ისე როგორც ის ამერიკული პროგრამა, იმიტომ რომ აღმოსავლეთით ესეთ პროგრამა არსად არ არის, მარტო ჩვენ აგვაქვს. და ჩვენ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ ევროკავშირის ფინანსირებით მიიღონ მონაწილეობა გაცვლებში ჩვენ პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, შეერთებულ შტატებთან, კანადასთან. ასე რომ ეს ძალიან და ისინი სტიპენდიასაც მიიღებენ ამ პერიოდში. ძალიან საინტერესო პროგრამაა კიდევ, რომელიც თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების მობილობის პროგრამის ფარგლებში მათთანაც გავერთიანთ მელანა ქვია. სადაც ასევე უკვე თურქეთის სახელმწიფოს ფულია, ისინი ციხდიან სტიპენდიას თურქეთის უნივერსიტეტებში ჩვენი სტუდენტების სტაჟირებისას. და თურქეთში დღეს მედიცინის დონე ბევრ უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალია. ჩვენ აი აქვე აუცილებლად ძალიან მინდა ხაზგასმით გამოყო ჩვენი კურსდამთავრებულები, ჩვენი ეროვნების დამსახურება, ანუ ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ დასავლეთში. სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებში. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი უნივერსიტეტისათვის და ზრუნავენ ჩვენი სტუდენტების სტაჟირებისათვის. მე აუცილებლად უნდა გამოყო გიორგი გრიგოლია, რომელიც ქირურგია და მოღვაწეობს გერმანიაში. ის
30-40 სტუდენტი მიყავს დაახლოებით გერმანული სტიპენდიებით ყოველწლიურად გერმანიაში. ასევე მინდა გამოვყო ჩვენი ავსტრიელი ჩვენი კურსდამთავრებული ამჟამად ავსტრიაში მოღვაწე, ინსბრუკში მოღვაწე ექიმი ირმა კვიცარიძე, რომელიც ახლა მთლიანად არის ჩართული და გვეხმარება ახალი პროგრამის შემუშავებაში ავსტრიელებთან ერთად, რომელიც იქნება ავსტრიულ-ქართული პროგრამა ექნების მოსამზადებელი და დღეს ქვეყანაში სერიოზული დეფიციტია ექნების ჩვენ ქვეყანაში და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანას და თანაც აი ამ პროგრამის დამთავრების შემდგომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ექნებათ ევროპაში მუშაობის უფლებაც კი ექნებს. ეს რა თქმა უნდა 2014 წლისთვის ჩვენ ამას ვერ მოვასწრებთ, ახლა განაცხადში არ გვაქვს, მაგრამ გვირდებით რომ 2015 წელს ეს ახალი პროგრამა გვექნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ასე რომ კონტაქტები ძალიან ბევრია, ყავს პარტნიორი უნივერსიტეტი საზღვარგარეთ დაახლოებით 100-ზე მეტი. ანუ სტუდენტებს ჩვენ უნდა უთხრათ რომ ძალიან კარგად უნდა ისწავლონ აქ, რომ მოხვდნენ მერე იქ უკვე. შერჩევა მიმდინარეობს მხოლოდ შერჩევით და თან რა გვეხმარება იცით მაინც იმიჯი უკვე არის, იმიტომ რომ გარკვეული გარდაქმნები განხორციელდა სამედიცინო უნივერსიტეტში, თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი მეთოდებიც გვაქვს უკვე სწავლების დანერგილი და აი ამას შეგვიყოს სწორედ ხელი ამ საერთაშორისო ურთიერთობებმა და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის აქტიურმა წევრობამ, რომ ისეთი მეთოდები გვაქვს ზოგი დანერგილი, რომელიც არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის თუ საინტერესო იქნება ჩვენს მსმენელ სამის შესახებ. მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი არ გვეთქვის ქართველი თანამემამულეების მიმართ, ვინც ასე ზრუნავს იმისათვის, რომ მართლაც ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს ესეთი განათლებული, მაგრამ არიან რა თქმა უნდა მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებიც ვერ მიემგზავრებიან, ხო მართალია და იყო წლები, როცა სერიოზული დეფიციტი იყო თეორიული სწავლათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ქონოდა ინსტიტუტს სამედიცინო ბაზა, სასწავლო ინვენტარი, აქსესუარები. აი ამ ხრივ დღეს როგორია ვითარება სასწავლო ბაზების ხრივ, თანამედროვე აუდიტორიებისთვის, სასწავლო ინვენტარების და აქსესუარების ხრივ, აუცილებელია სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტები, ცენტრები, ლაბორატორიები. მე მახსოვს სადისერტაციო ნაშრომზე რომ მუშაობდი, მაშინ მორფოლოგიის ინსტიტუტში დავდიოდი, მე და ძაღლები ვიყავით უკვე და ყველაფერი ის იყო ძალიან ჩამკვდარი და დღესდღეობით ალბათ ნამდვილად საინტერესოა როგორ არის ვითარება, უკვე დარწმუნებული ვარ თქვენს პასუხში, რომ ეს ყველაფერი გაცილებით შეცვლილია. დიახ, გაცილებით შეცვლილი არის ჩვენ ამ მიმართებით მივდივართ რა თქმა უნდა. მე მიგეტყვით პირდაპირ რომ გზნობთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ძალიან დიდ დახმარებას, თავრობის დახმარებას ამ მხრივ არა მარტო ვთქვათ მხარდაჭერას, არამედ უკვე მატერიალურ მხარდაჭერასაც და საქმე იმაშია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს გადმოეცა ორი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ეს არის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი და იოელ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 2010 წელს. მათ ინტეგრაცია ხდება მთლიანად სასწავლო პროცესში, კვლევით პროცესში, რაც ჩვენი სტუდენტებისათვის ძალიან კარგია. გარდა ამისა, ჩვენს ბოლო წლებში ძალიან დიდი ყურადღება მივაქციეთ სპეციალური ცენტრი გვაქვს ჩვენ კლინიკური უნარჩვევების ცენტრია, სადაც აღჭურვა საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა გვაქვს, იქ და მულაჟები შეძენილი, სიმულატორები, სადაც ჩვენ სტუდენტებს ყველა საშუალება აქვს კლინიკაში შესვლამდე სრულყონთავიანთი კლინიკური უნარჩვევები და პირიქით ის საგნის საშუალებითაც და როგორც აი დისციპლინა ისე ჩავსვით კურიკულუმში, ასე რომ სავალდებულო სწავლების ნუსხაში შედის და ეს სტუდენტებს ზალზე მოსვლოთ. მეცაც გეტყვით დავნერგეთ ახალი გამოცდის ახალი წესი, რომელსაც ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა ქვია. ეს ევროპის ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ არის და ევროკავშირის ევროპის ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ არის და აქეთ აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მე მგონი პირველები ვართ. ეს დაინერგა პირველად სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, ეხლა დაინერგა მედიცინის ფაკულტეტზეც, არის შინაგანსწავლებელთა პროპედევტიკის კათედრაზე, აი სულ ეხლა ხანს ჩატარდა პირველად მეანგინეკოლოგიის კათედრაზე. ეს ჩვენ მოახერხეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, საკუპრიულო სკოლიცა ლიცის უნივერსიტეტი უნდა აღნიშნო და ოსლოს უნივერსიტეტი, საიდანაც პროფესორები ჩამოვიდნენ სპეციალურად ამაზე დასასწრებად, აღფრთოვანება იყო დიდი, შტაბის წლებები მათ თავიანთი თამამად გამოხატეს, რაც მთავარია ეს მოწონთ
სტუდენტებს. გარდა ამისა, ჩვენ ვავითარებთ და სპეციალ კურიკულუმში ვავითარებთ სამეცნიერო უნარჩვევების ცენტრს და კურიკულუმში ჩვენ გვაქვს ეს ჩასული უკვე მთლიანად მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს. გარდა ამისა, 2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ სტუდენტებისათვის დაინერგა ახალი სასწავლო კურსი შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება. კურსის მიზანია განუვითაროს სტუდენტს უნარი, გამოიყენოს შეძენილი ცოდნა რომელიმე კლინიკური პრობლემის გადასაჭრელად. აი ამაში ჩვენი პარტნიორი პროფესორი ოლეტენკატე დაგვეხმარა ჰოლანდიიდან. საინტერესოა, რომ კლინიკური პრობლემის განხილვის დროს პროფესორი პრაქტიკულად არერევა კლინიკური პრობლემის განხილვაში და სტუდენტები თავისუფლად მსჯელობენ, კამათობენ, ასახუთებენ თავიანთ ვარაუდს დიაგნოზის შესახებ. მესამე კურსელებს ეს რა თქმა უნდა მოსწონთ და მხოლოდ ამის შემდგომ ყოველ შემთხვევაში ესეთი ინოვაციები ბევრია და სწორედ აი ამის გამო ხდება დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიმზიდველი ჩვენი უცხოელი სტუდენტებისა და პარტნიორებისაც. პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აი ამას ყველგან აღნიშნავთ ამ ბოლო დროს, რომ ისწავლის ის საფასური, რომელიც 2250 ლარი, ანუ დაახლოებით 1000 ევროა, ასეთი იაფი სწავლა არსად არ არის, არარეალური ფასია, ჩვენ ამიტომ გვაქვს გარკვეული პრობლემები, ამ საკითხებს ვაყენებთ ჩვენ დღეს მთავრობაში, რა თქმა უნდა, ვიყენებთ იმ ფულს, რომელიც ვიღებთ უცხოელი სტუდენტებისაგან და იქ სწავლის ღირებულებას ყოველწლიურად ვსდით პრაქტიკულად, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს. არა მარტო რეგიონს გულისხმობ, არა მარტო ვთქვათ, ოსაბჭოთა სივრცეს არამდებარე ქვეყნებსაც, არა ევროკავშირის ფასვა, ევროკავშირზე ცოტა იაფი, მაგრამ არა ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს, რაც თავისთავად აი ამ თანხას ვიყენებთ ისევ ჩვენი ქართველი სტუდენტების განათლებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის და ეს კანონითაც შეზღუდულია 2250 ლარი არის ზედაზღვარი, რომელიც შეიძლება იყოს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში, მაგრამ ეს თავისთავად ყველასათვის ცნობილია და ცნობილია. ეს თქვენი მხრიდან ძალიან დიდი ჟესტია, ასე ვთქვათ, ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მიეცეთ მას ამის საშუალება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ალბათ ვიტყოდი იმასაც, რომ თანხის ყველაზე კარგი ინვესტიცია სწორედ ცოდნაში და განათლებაშია. ბატონო, არ შეიძლება არ შევეხოთ ერთ უმნიშვნელოვანეს თემას, ეს საუნივერსიტეტო კლინიკები გახლავთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 5 საუნივერსიტეტო კლინიკა აქვს. ნუ ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენი მეგობარი, ჩვენ ასე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გივი ჟვანია სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, რომელთანაც მეგობრობთ. ასევე ურუშაძის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნომერ 1 სტომატოლოგიური კლინიკა, ნომერ 2 სტომატოლოგიური კლინიკა და ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. აი ძალიან საინტერესოა მათი როლი საერთოდ უნივერსიტეტის ცხოვრებაში და შესაბამისად რა თქმა უნდა პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაში. რამდენად დიდია და რა შეიძლება აი ამ თემის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა ვთქვათ. საინტერესო, კი არა, აქტუალური საკითხი შეეხეთ ძალიან. მე ვთვლი და ჩემი აზრი არ არის მარტო, რომ საუნივერსიტეტო კლინიკების გარეშე სამედიცინო განათლების ნორმალურად მიღება წარმოუდგენელია, თუმცა იყო სერიოზული პრობლემები 2006-9 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაკარგა ძალიან ბევრი საუნივერსიტეტო კლინიკა. მათ შორის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკური საავადმყოფო, თვითონ ჟვანიას სახელობის უზარმაზარი პედიატრიული კლინიკა, რომელიც მთელ ტერიტორიას მოიცავდა და ახლა იქ 6 იურიდიული პირია თუ 7, აი უბანს როგორც უბანს ჟვანიას ეძახიან და იქ ერთი პატარა ფლიგელია მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკის. აი ამის დაბრუნება შევძელით მხოლოდ 2010 წელს. გარდა ამისა გადმოეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ყოფილი მეოთხე საავადმყოფოს ეძახდნენ ბოლოში, ესე იყო დანომრილი თბილისელების ცნობილია ეს გუდამაყრის ქუჩაზე სანზონაში ყმაღელეში, რომელიც იყო საშინლად ამორტიზირებულ მდგომარეობაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სულიად თავისი ხარჯებით მოახდინა მისი რეაბილიტაცია წელიწად ნახევრის განმავლობაში.
და ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები მისი აღჭურვისათვის. ეს იქნება მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც წელს გაიხსნება აუცილებლად. აქ საქართველოს მთავრობამ ჩვენ დაგეხმარა და პროფესორ ზუსტად განათლების და მეცნიერების სამინისტრო გამოგვიყო გარკვეული სახსრები აღჭურვისათვის. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება და მნიშვნელოვანი დახმარება. ჩვენ ამ კლინიკის აღჭურვას განვაგრძობთ არა მარტო ამ სახსრებით, არამედ საკუთარი შემოსავლებითაც. ასე რომ დღეს ძნელია დაასახელოთ რომელიმე უმაღლესასწავლებელი, რომელსაც თავისი შესაძლებლობებით, თავისი სახსრებით აეშენებინოს თავის სასწავლო კორპუსი. და საავადმყოფო ჩვენთვის სასწავლო კორპუსია. ბევრისთვის ეს ძნელად გასაგები იყო 2006-9 წლებში ჩამოყალიბდა უპაციენტო სწავლების რაღაცა უპრეცედენტო ტრადიცია, დიახ, სამედიცინო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, აისახება ხარისხზე წარმოუდგენელია პაციენტის გარეშე. სწავლება მედიცინაში დღეს ჩვენ აბსოლუტურად სრულყოფილად გრძნობთ თავს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც 3 საუნივერსიტეტო კლინიკა გვაქვს, მედიცინის ფაკულტეტზე გვაქვს საკმაოდ მძლავრი კლინიკა, რომელსაც თქვენ იცნობთ კარგად, დივიჟვანია სახელობის პედიატრის აკადემიური კლინიკა და წელს საკმაოდ ამ კლინიკაზე უფრო დიდი კლინიკა, მოზრდილების კლინიკა, დასრულთა კლინიკა უფრო სწორედ ჩადგება წყობაში და ის იქნება დაახლოებით 160-ზე მეტი საწოლი იქნება იქა საუნივერსიტეტო კლინიკაში, ღრმაღელეში საზონაში, გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ფუნქციებს ამბულატორია, კლინიკური ლაბორატორია, გადაუდებელი მედიცინა, რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, სისხლის გადასხმა, ქირურგიული პროფილის თითქმის მთლიანად იქნება წარმოდგენილი სრული სპექტრით, ასევე თერაპიული პროფილის სამსახურები იქ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ნახევარი თითქმის შენობის განკუთვნილია სასწავლო ფართებისათვის, არის სასწავლო ოთახები, ასე რომ კლინიკაში ძალიან ბევრი სტუდენტი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მიიღებს სათანადო კლინიკურ განათლებას. ჩვენ მოსახლეობაში არის აზრი ასეთი და გონიათ, რომ რაღაც პრაქტიკა ეს სიტყვა ხშირად არის ხოლმე, რომ პრაქტიკისთვის დადიან საავადმყოფოში. არა, მე მინდა ყველას უთხრა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის აი ამ თეორიულ კორპუსებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ერთი კორპუსი გვაქვს ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვერაზე, ქალაქის ცენტრში ფარმაციის ფაკულტეტისათვის. აქ არის განლაგებული ჩვენი სასწავლო დეპარტამენტების კათედრების მხოლოდ 1/13. 2/13 განლაგებულია საავადმყოფოებში და სტომატოლოგიურ კლინიკებში. ასე რომ საუნივერსიტეტო კლინიკები ჩვენი სასწავლო კორპუსები, რა თქმა უნდა და წარმოიდგინეთ ვინმე, რომ იქ იკითხება ლექციები, იქ ტარდება პრაქტიკული მეცნიერები, იქ მუშაობს ჩვენი პროფესორი, იქ არიან ჩვენი სტუდენტები. იქ ყალიბდებიან ექიმებად მოკლედ. რა თქმა უნდა და ეს სიტყვა ეს პრაქტიკა მთლიანად უნდა იყოს ამოღებული აი ამ პრაქტიკა რა თქმა უნდა გვაქვს სტუდენტებისათვის და სხვათა შორის აქაც სიახლე გვაქვს. ის არის რომ ჩვენ გასულ წელს ისევ ჩვენი კურსდამთავრებულების დახმარებით, ისევ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექიმების დახმარებით, რომლებიც დღეს ფლობენ კერძო კლინიკებს ჩვენ ზაფხულში მოხალისეებისაც, ვისაც არ შეუძლია რაღაც მიზეზების გამო წავიდეს უცხოეთში, არ დადეგებს ექიმი კი მომავალი ექიმი დიდხანს არ უნდა იყოს. ამიტომ ამ პერიოდს ვიყენებ სწორედ საწარმოო პრაქტიკა დავარქვათ, აი ახლა კი შეიძლება ისწავლოთ, ეს არ არის რა თქმა უნდა სასწავლო პროცესი, ეს არ არის გეგმიური სასწავლო პროცესი. ეს მართლა პრაქტიკა და დიდი მადლობა ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომელთაც ხარში გვიდგამენ ამასი და რეალურად 2013 წელს ეს რეალურად განახორციელეთ საზაფხულო სკოლა სტაჟირება, აი ახლაც გვინდა ძალდადეგების დროს ჩვენს კლინიკებში, ჩვენი კურსდამთავრებულების კლინიკებში, რომელიც ფართოდ გვიღებენ და დიდ საქმეს აკეთებენ ამისთვის, არა მარტო საკუთარი უნივერსიტეტისათვის, არამედ საერთოდ ქართული ჯანდაცვისათვის დიდი მადლობა უთხრა და მე ეს მომენტი მინდა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჯერჯერობით საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი სამედიცინო განათლებისა
ჩვენს კურსდამთავრებულებზე დგას, მათ კლინიკებზე დგას და მათ ბეჭებზე დგას და რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა. ბატონო ზურაბ, თქვენ დღეს ხართ ჩვენი სტუმარი როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. თუმცა თქვენ ხართ გივიჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა და მოზრდთა ყბასახის ქირურგი და თქვენ, რა თქმა უნდა, ჯერ იყავით ექიმი და შემდგომ რექტორი. აუცილებლად თქვენს პროფესიონალურ სფეროს ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით და ბევრი კითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დრო იწურება. უბრალოდ რამდენიმე სიტყვით, ასე ვთქვათ, მინდა კიდევ ერთხელ თქვენ ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რამდენიმე კითხვა მინდა გავაერთიანო. დაასახელოთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, ახსენოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი და რაც ყველაზე მთავარია, რამდენ ენაზე, ყველაზე მთავარი არა, მაგრამ რამდენ ენაზე მიმდინარეობს უნივერსიტეტში სწავლა, რამდენი ქვეყნიდან თუ იცით ზუსტი რიცხვი, ვთქვათ, რამდენი სტუდენტი სწავლობს უცხოელი ჩვენს უნივერსიტეტში. კი ბატონო. პარტნიორი ორგანიზაციები პრაქტიკულად ჩამოთვალეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ ყველა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელსაც ეხება სამედიცინო განათლება, გაერთიანებული ვართ, ვამაყობთ იმით, რომ ვართ მედინის სამედიცინო განათლების ევროპაში ამ ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფები, სადაც 39 უნივერსიტეტი ევროკავშირის და 2 უნივერსიტეტია მხოლოდ არა ევროკავშირის, ერთი თურქული და ერთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, გვაქვს მოსამზადებელი ცენტრი, რა თქმა უნდა, თქვენ ძანეთ აბიტურიენტთა და სხვათა შორის იქ განათლება მიღებული აბიტურიენტები საკმაოდ მაღალ შედეგებს აჩვენებენ ამ ცენტრს ამის სტატისტიკა. სხვათა შორის ბატონ ზურაბ, აი შეგაწყვეტინებთ ახლა და გითხრათ, მე ვარ ის მშობელი, რომელმაც მივიყვანი, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩემი შვილი არ აბარებდა და აბარებდა აბსოლუტურად სხვა ინსტიტუტში, აი ეს მოსამზადებელ ცენტრში, თქვენს მოსამზადებელ ცენტრში მოვამზადეთ, ძალიან კმაყოფილები ვარ. ჩათვალეთ, რომ მე ვარ ის მშობელი, რომელიც ნამდვილია, ნამდვილად ამ მოსამზადებელი ცენტრის. ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა, მართლაც ასეთი ფაქტებია, იქ მოდიან არა მარტო ისინი, ვინც აბარებენ ჩვენთან, არამედ აბარებენ სხვა მოლიცასწავლებლებში. ფასები მისაღებია, ვისაც ეს აინტერესებს, ღია კარის დღეზე შაბათს 1 მარტს 1 საათზე ვაჟა-ფშაველას 33 ჩვენ ადმინისტრაციულ კორპუსში მობრძანდება და იქ მოსამზადებელი ცენტრიდანაც იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სპეციალური ცენტრი უცხოური ენებისათვის, სადაც შეიძლება მომზადება ყველა ევროპულ ენაში და თურქულშიც. ესეც ძალიან პოპულარულია ჩვენ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შორის და ახლა რაც შეეხება უცხოელების სწავლების თავებაზე. ნუ ახლა სამედიცინო უნივერსიტეტი იყო პირველი, ვინც დაიწყო უცხოელების სწავლება საქართველოში. ეს დაიწყო 1996 წელს, აი 18 წლიანი ისტორია გვაქვს, ტრადიციას მნიშვნელობა აქვს, საერთოდ უნივერსიტეტის ყველაზე ტრადიციულია, ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ 90 რაღაცა წლის, ცოტა ასაკს ვიპარავთ, იმიტომ რომ 1918 წელს დაიწყო უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მაგახსენებათ, შემდეგ 30 წელს მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება მედიცინის ფაკულტეტის რომ გამოყოფილიყო სამედიცინო უნივერსიტეტის სახით 1994 წელს და გამოიყო და 1994 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ანუ ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის ახლანდელ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში 1918-30 წლებში, შემდგომ 94 წლებში ინსტიტუტი და 94 წლიდან დღემდე ეს ერთი ორგანიზმის განვითარების ეტაპებია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქვია და 96 წლიდან აქ უკვე რეგულარული სწავლება მიმდინარეობს უცხოელების. მათი რაოდენობა 1800-ზე მეტია, ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია და არც გვინდა და ამდენად ჩვენ უკვე მისაღებ გამოცდებს ვატარებთ მათთვის. ორ ეტაპიან მისაღებ გამოცდებს, ამდენად ჩვენთან ძალიან ბევრი წინადადებებით ხშირად შემოდიან ჩვენი კოლეგები, უცხოელი პარტნიორი, ჩვენ ჩამოვიყვანთ იმას, არ გვინდა არავის არაფერი ჩამოყვანით, ძალიან ბევრი არიან, თვითონ ჩამოდიან უკვე და თქვენ წარმოიდგინეთ, აი მოსამზადებელი ცენტრი რო ვახსენეთ, ეხლა იქ ჩვენ ორჯერ ვიწყებთ მათთვის სწავლებას წელიწადში, ეხლა იქ იყო 200-ზე მეტი სტუდენტი და ჩავრიცხეთ მარტის სწავლებისათვის მხოლოდ 25. აი ესე შევარჩიეთ, იმიტომ რომ მეტი ადგილი არ იყო კონკურსში ჩვენთან ძალიან დიდია უცხოელების, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ უნივერსიტეტის დიპლომის და საერთო განათლების ხარისხზე.
აი ეს არის ხომ სწავლობენ 37 ქვეყნიდან, უცხო ქვეყნიდან ეს გეოგრაფია ძალიან გაიზარდა, აი რაოდენობაზე გეტყვით, უბრალოდ 2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა 299 უცხოელი. აი ახლა 2014 წელს სწავლობს 1800-ზე მეტი და დაახლოებით 300-მდე არის მოსამზადებელ განყოფილებას. რომლიდანაც ყველას ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა. კიდევ აი ამას ვაცხადებთ, აი მოკლედ ჩვენი უნივერსიტეტის დემპტი. ბატონო ზურაბ, ახლა უნდა დაუბრუნდოთ, რა თქმა უნდა, ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრის აკადემიურ კლინიკას და აი რა სახის ოპერაციები კეთდება თქვენ ბასახის ქირურგიის მიმართულებით ბრძანდებით სწორედ ამ კლინიკაში და აი ალბათ ცნობილია რომ აი ხო თქვენ გიწევთ ბავშვებს ამ მოზარდებში და აი რა ოპერაციები ტარდება, რა სირთულეებთან გიხდებათ ასე ვთქვათ შეჭიდება და რა მეთოდს იყენებთ რა თქმა უნდა ყველაფერ ამისთვის. დიდი მადლობა. ბავშვთა ყასახის ქირურგიის აი ეს კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრის აკადემიურ კლინიკაში, ნუ არის პირველი ბავშვთა ყასახის ქირურგიული კლინიკა და საქართველოში, რომელსაც ანალოგი არ ქონდა და პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის მიერ იქნა ჩამოყალიბებული 80-იან წლების დასაწყისში. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით 90-იანი წლების, მე ზუსტად გეტყვით, 94 წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა ცენტრი სახისა და ყბების განვითარების მანკის მქონე ბავშვების კუნალობისა და რეაბილიტაციის ცენტრი. ამდენად განვითარების მანკის მქონე ბავშვების კუნალობის განსაკუთრებული გამოცდილება აქვს ამ კლინიკას, სადაც საკმაოდ გამოცდილი ქირურგები, ყასახის ქირურგები მუშაობენ, ალბათ ნინო ხვედელიანი, დავით ჯმუხაძე, გელა იმერლიშვილი, დავით კობახიძენი და ჩამოთვალო. ისინი ოპერაციები კეთდება ჩვენთან. ყველა დაავადებაზე, რომელიც ყასახის მიდამოში შეიძლება იყოს, ეს განვითარების მანკებია, ტუჩისა და სასის ნაპრალი ყველაზე მეტად გავრცელებული და სხვა ანომალიებიც რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიზართა განვითარების მანკები, უპირველეს ყოვლისა ბავშვებში ასეთი ყველაზე მეტად გავრცელებული წარმონაქმნები არის ჰემანგიომები. რა თქმა უნდა, სახსრის დაავადებები, საფეთქო ქვედაყბის სახსრის დაავადებები, სანერწყვე ჯირკვლის დაავადებები, სხვა განვითარების მანკები და სიმსივნეები, ანთებითი პროცესები და ტრამები, ანუ სრული სპექტრი დაავადებებისა, რომელიც გვხვდება ბავშვთა ასაკში, ბასახის მიდამოში. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან. აქ ბუნებრივად ჩვენ სასწავლო დეპარტამენტი ვართ, კათედრა ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და როგორც ყველა სხვა ჩვენ სარგებლობთ იმ სიკეთით, რასაც უცხოელი სტუმრების და პროფესორების სტუმრობა და საქმიანობა ქვია ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკებში. ერთს გეტყვით, რომ აი 2012 წლიდან დღემდე, 12 წლის მარტიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მის კლინიკებში ჩამოსული იყო 212 პროფესორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან. ისი თქვა მიდამით, აი ეს კლინიკა ჩვენ კლინიკაში ყველაზე ხშირად დადიან გერმანელი ყასახის ქირურგები დუისბურგიდან მინიმუმ წელიწადში ორჯერ, ახლა მაისში ველოდებით. ტარდება საკმაოდ რთული ბავშვების კონსულტაციები და ოპერაციული ჩარევები, ასე რომ აი მე განსაკუთრებულს თუ ხარ გამოარჩევდით, ხარ გაიხსენებდით, ბატონო. განსაკუთრებულს შემთხვევას, აი როდესაც თქვენ თვითონ ჩაგიტარებიათ ოპერაცია და ის მერე ძალიან წარმატებულად დამთავრებულა. დარწმუნებული ვარ, ერთი ყოფილა ალბათ. გავიხსენებთ, იცით, გამახსენდება მაინც ძველი დრო ის უფრო ვიდრე ეხლა, იმიტომ რომ ეხლა სასის განვითარების მანკის მქონე ბავშვების ოპერაცია ადრე კეთდება და წინათ კეთდებოდა უფრო მოზრდილ ასაკში და ისინი იზოლირებული იყვნენ საზოგადოებისაგან გარკვეულწილად და აი ყოველთვის მახსენდება აი ეს დრო, როდესაც აი ოპერაციის შემდგომ ჩვენ გვინახავს ბავშვები, რომლებსაც არ ქონდათ საერთოდ ცხოვრება, ინტერესი სადმე აი 12 წლის ასაკში აი წერა კითხვაც კი არ იცოდნენ და აი ესეთ გამარებაში, როდესაც ოპერაციის შემდგომ თქვა გვინახავს 60 თვეში
რეაბილიტირებული და ცხოვრების ხალის დაბრუნებული და ყველაფერს თავის დავანებოთ, უკვე გვინახავს რომ ის კითხულობდა გამართულად 64 თვეში მაშინ როცა წერა კითხვა უჭირდა ოპერაციებს ცხოვრებას არ შეეძლება. ალბათ თქვენ უფრო ბედნიერი იყავით მაშინ. რა თქმა უნდა, ესეთ მომენტში რა თქმა უნდა. ეხლა ნაკლებად ხვდებით, იმიტომ რომ წინ მიდის შესაძლებლობები მასაკის ქირურგიის დიდია. რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგიის მძლავრმა განვითარებამ ამის შესაძლებლობები მოგცა, ანესთეზიოლოგის და არა მარტო ანესთეზიოლოგის, ორთოდონტიისაც და ასე რომ ბატონო, იცით რა, აი ბოლოსთვის რეზუმესთვის ჩვენ გქონდა ესეთი კითხვა მომზადებული თუ რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ თქვენ იმდენად სრულყოფილად გაეცით პასუხი ამ კითხვას. მე უბრალოდ ერთს ვიტყოდი და თქვენ დაგიტოვებდით ესე ვთქვათ ბოლოს სიტყვისთვის რამდენიმე წუთს. და ალბათ დამეთანხმებით. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ადამიანს თუ გინდა ექიმობა, უნდა ჩათვალო, რომ დროის, გონების, არსის, ცხოვრების 99% უნდა იყო მზად, რომ გადადო ამ საქმისთვის. ეგებს სადღაც 1% საკუთარი თავისთვის დარჩეს, მაგრამ ისიც ან დარჩება და ან არა. და ალბათ მაინც თუ კი ამ სფეროს მოკიდებ ხელს, ნამდვილად უპრიანია რომ არჩევანი დარჩე შენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ის გაძლევს საშუალებას რომ საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ხო გამოცდილებასაც ეზიარო, მით უფრო როცა აი ამდენი კარგი მამულიშვილი ყავს და გეხმარებათ ასე ვთქვათ და მაინც ის პრიორიტეტები რატომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. აბსოლუტურად გეთანხმებით რა ბრძანეთ. შრომა დიდია, საჭირო მაგრამ ისე რომ არ დაუშვათ საკუთარი პიროვნების თვითმკვლელობა არავითარ შემთხვევაში და ამას ექიმები კარგად ახერხებენ, თუმცა პაციენტების უმრავლესი ნაწილი ამას მოითხოვს ექიმი. ჰიპოკრატეს ფიცით ნათქვამია. ჩვენ ყოველ დილით სხვათა შორის ბატონო ზურაბ ჰიპოკრატეს ფიცით ვიწყებთ ხოლმე. შეგვიძლია თამამად თქვათ ეს. ძალიან კარგი ვიცი. ეს ძალიან კარგია. რატომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი? თუ თქვენ ექიმობა გინდათ, ფარმაცევტობა გინდათ, სტომატოლოგობა გნებავთ, ჯანდაცვის ორგანიზატორობა გნებავთ, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტობა გნებავთ, ექთნობა გნებავთ, ბებიაქალობა გნებავთ. ნუ აბა მაშინ სად რა და რატომ სხვაგან? მაშინ ასე დავსვათ კითხვა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გეტყვით და აქ დასამალი არაფერი არ არის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იმ გაჭირვების წლებში, როდესაც რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, იყო მასაზრდოებელი გაჭირვების გამო ყველა ჩვენი იმდროინდელი კონკურენტი, მაშინ 60-ზე იყო ასული სამედიცინო ფაკულტეტი, იმიტომ დადიოდნენ ჩვენი პროფესორები იქით და დღესაც ყველა აბსოლუტურად ყველა სხვა სასწავლებელში ნახავთ ჩვენს ყოფილ თანამშრომელს, ან კიდევ რომელიც აი თქვათ რაღაც დროის განმავლობაში ათავსებს ამას. ნუ ვილაპარაკე ბევრი, ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს რეალურად დგას ევროპის სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფილ წევრად. აღარ მინდა გავიმეორო იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ვართ, სადაც მოღვაწეობთ. და ვამბობ ერთ რამესაც, რომ თუ თქვენ ამ უნივერსიტეტში სწავლის დროს აღმოაჩენთ, რომ ექიმობა თქვენთვის ძალიან მძიმე ან კიდევ თქვაც მეუღებელი პროფესია დღეს მობილობა არსებობს, შეიძლება გადახვიდეთ და შეიძლება არც გადახვიდეთ, იმიტომ რომ დააკვირდით აბა ჩვენს საზოგადოებას რამდენი პოლიტიკოსი, რამდენი ყავს საბანკო სექტორში, რამდენი ყავს შოუ ბიზნესში, რამდენი ყავს თუნდაც ჟურნალისტიკაში ექიმები პიროვნებების სამედიცინო განათლებით და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმაზე, რომ წლების განმავლობაში აქ იძლეოდნენ და იძლევიან დღესაც ფუნდამენტურ განათლებას, რომელიც თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. მე ალბათ არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ სწორედ ექიმია ის პროფესია, რომელიც აბსოლუტურად მარტივად ძლევს შემდგომ ზუსტად აი თქვენს ჩამონათვალს მივყვები, რომ წავიდეს სხვა მიმართულებით აბსოლუტურად თავისუფლად და ზუსტი კიდევ დამატებითი განათლების მიღების გარეშეც კი. დიახ, აი ამას ვამბობ სწორედ და მაგრამ ერთი რამ კი არის, იმიტომ რომ ყველა დღეს ამბობს, რომ იცით რაღაცა ამარტივებს პროცესებს და მობრძანდით ჩვენთან აბიტურიენტებს, ჩვენ წინასწარ ვეუბნებთ. არაფერი მარტივი არ არის. არაფერი მარტივი არ არის. ბარიერი ავწიეთ ზემოთ მისაღებ გამოცდებზე, ნუ გაგვიჯავდებით, ხარისზე მუშაობთ და თქვენ წარმოიდგინეთ
ჩვენი გამოცდების დიდი ნაწილი საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს კომპიუტერთან, ან კიდევ მიმდინარეობს აი ოსკი ვახსენე ობიექტურა სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, სადაც მთელი პროცესია გამოცდის 10 სხვადასხვა სადგურზე მიდიან და აკვირდება ამ პროცესს ძალიან ბევრი გამომცდელი და მის ჩაწერა ხდება და ამავდროულად და ამავდროულად. დაინტერესებულ პირებს მობრძანდით და შეგვიძლია გაჩვენოთ ყველას ეს პროცესი, თვითონ ეს მდგომარეობა პროცესის დროს და მინდა გითხრათ, რომ საგამოცდო ბარიერიც კი აიწია სასესიო გამოცდებს. აიწია 2014-15 სასწავლო წლიდან ორ ფაკულტეტზე, რომელსაც მედიცინის ფაკულტეტი ქვია და რომელსაც სტომატოლოგიის ფაკულტეტი ქვია. ეს ორი ფაკულტეტი რეგულირებადია და ჩვენ აქ ავწევთ. ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით. მე ვფიქრობ, ამომწურავად ისაუბრეთ, რა თქმა უნდა და უბრალოდ მე მინდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, რომ აი ეს ჩვენი საუბარი და თქვენი საუბარი დღესვე საღამოს 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ 100 და 3-ზე შეუძლიათ განმეორებით მოусმინონ, ან შეიძლება ვინმე გვიან შემოგვიერთდა. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელებს შევახსენოთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასევე გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბასახის ქირურგი ბატონი ზურაბ ვადაჭკორია იყო დღეს ჩვენთან სტუმრად და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით და წარმატებას გისურვებთ. შევახსენოთ ხო აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ, რომ 1 მარტს 13 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღე. ახლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო ჩვენს მომავალ შეხვედრამდე, ჩვენი მომავალი შეხვედრა კი შედგება სულ რაღაც ერთ დღეში, ასე რომ ხვალ დილით 9:30-ზე ჩვენ ისევ გეტყვით დილამშვიდობისას და ისევ დაიწყება დილის გადაცემა ვიტამინი. ნახვამდის ეკა ხოსიაშვილი და თამნა ბოჭორიშვილი იყვნენ თქვენთან ერთად.